დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია რესტორანაზე თარგმანით. ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ და ადამიანურ ფასეულობებზე, ღირებულებებზე, რომელიც ყველა საზოგადოებისათვის უმთავრესია. აღარაფერს ვამბობ, რამდენად მნიშვნელოვანია თავად ადამიანის სიცოცხლე. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ შეიცვალა ჩვენი წარმოდგენა თავად ადამიანის შესახებ, მოაზროვნე ადამიანი, როგორ იქცა ტექნიკურ ადამიანად, არავის უყვირს ის ფაქტი, რომ მედიცინა ასევე იყენებს ყველა იმ ტექნოლოგიას და ცივილიზაციის საჩუქარს, რომელიც ადამიანს საკუთარ გამარჯვებად მიაჩნია. დღევანდელი ჩემი სიახლე ეკუთვნის იმ კატეგორიის სიახლეთა რიცხვს, რომელსაც შეუძლია მომავალში დაინახოს, როგორ იქნება მედიცინის პერსპექტივა. დიახ, ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო ინსტრუმენტად იქცა და ამაზე ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობთ. მაგრამ დღეს მე უნდა გაგიზიაროთ ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნდა ოქსფორდის ძალიან ავტორიტეტულ გამოცემაში ბიოინფორმატიკის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ მედიცინაში ახალი ეტაპი იწყება. დიახ, ჩვენ არაერთი ფაქტი გვსმენია და გამოგვიყენებია თავად ChatGPT იმისათვის, რომ კონკრეტული სამედიცინო ამოცანები გადავჭრათ. მაგრამ როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ეტაპი უკვე ისტორიის ნაწილია და ახალი ეტაპი მედიცინისათვის არის ეგრეთ წოდებული აგენტური ინტელექტი. რას ნიშნავს აგენტური ინტელექტი? ეს არის ის, რაც გეგმავს ამა თუ იმ აქტივობას, ეს არის ის, რაც ერთდროულად აჯამებს რამდენიმე აქტივობას ძალიან მოკლე დროში. წარმოუდგენლად დიდი შეიძლება იყოს შედეგები, რადგან მაგალითად, როდესაც შეადარეს როგორია სიზუსტე ChatGPT-ის და აგენტური ინტელექტის, მედიცინაში აღმოჩნდა, რომ პირველს მხოლოდ 50%-მდე აქვს შედეგი სიზუსტესთან დაკავშირებით, ხოლო აგენტური ინტელექტი გამოირჩევა 80-90%-იანი სიზუსტით. სწორედ ეს აძლევს მედიკოსებს უფლებას იფიქრონ, რომ უახლოეს მომავალში ბევრად უფრო ფართოდ გამოიყენებენ სწორედ აგენტურ ინტელექტს, რომელსაც შეუძლია ერთდროულად გაანალიზოს მაგალითად პაციენტის ისტორია, მისი კლინიკური მონაცემები, ლაბორატორიული ტესტები, სხვადასხვა ვიზუალური ინფორმაცია. იმავდროულად შეკრიბოს სასიცოცხლო მონაცემები, პარამეტრები, რომელიც მოცემულ მომენტში, მოცემულ წამში აქვს ამა თუ იმ ადამიანს. წარმოუდგენლად დიდი სამუშაოა, რომელსაც გუნდი ასრულებს ხოლმე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა საჭირო, რომ ხარვეზები ავიცილოთ თავიდან. სწორედ ამგვარი კომპლექსური ამოცანის შესრულება შეუძლია თეორიულად აგენტურ ინტელექტს და როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ჩვენ სულ მალე პრაქტიკულად მის გამოყენებას დავიწყებთ და ამას იგრძნობს ექიმიც, ამას იგრძნობს პაციენტიც თავისი შედეგებით და ასეთ შემთხვევაში სამუშაო, რომელსაც ასრულებს ექიმი, იქნება ბევრად უფრო დაზუსტებული და შესაძლოა ბევრად უფრო ოპერატიული დროში. როდესაც ჩვენ სეზონს ვახსენებთ, ყოველთვის ვითვალისწინებთ მასთან ასოცირებულ სხვადასხვა ფაქტორს, იქნება ეს ტემპერატურა, გარემოს ტენიანობა, ატმოსფერული წნევა, ბოლოს და ბოლოს ჩვენი განწყობა. მაგრამ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმაზე, რაზედაც სისტემატურად ჩვენ გადაცემებს გეგმავთ ხოლმე. რას ცვლის სეზონი ჩვენს ორგანიზმში და რატომ არის მნიშვნელოვანი ყველა სისტემის პასუხი სეზონთან დაკავშირებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ კითხვაზე პასუხი ორგანიზმის ზოგადი პარამეტრების ჭრილში, ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად და ასეთ შემთხვევაში ლაბორატორიული ტესტები სწორედ ის გასაღებია, რომელიც ჯადოსნური კარის გაღებაში გვეხმარება, რომელიც ორგანიზმის მიღმა არსებულ პროცესებში ჩაგვახედებს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ღულათავა. ნინიკო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობის, მარი, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენ მოყურებლებს. მადლობა სტუმრობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გარკვეული პერიოდულობით შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ იმ ჯადოსნურ სამყაროზე, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი ჰქვია,
რომელსაც ვერ ვხედავთ და კონკრეტული ლაბორატორიული ტესტები გაამჟღავნებს ხოლმე იქ მიმდინარე პროცესებს. სეზონი ცვლის თუ არა ლაბორატორიულ მონაცემებს, იმიტომ რომ ადამიანები ზამთარშიც იკეთებენ მაგალითად სისხლის საერთო ანალიზს, ზაფხულშიც იტარებენ სხვადასხვა სახის კვლევას და სეზონი არის თუ არა ერთ-ერთი მრავალ ფაქტორთა შორის, რომელსაც შეუძლია ამგვარი პარამეტრები შეცვალოს. საკმაოდ საინტერესო და აქტუალური თემაა. იქიდან გამომდინარე, რომ სეზონურობა, თვითონ ვარიაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგების უკვე დადგენილია, დოკუმენტირებულია და რა თქმა უნდა იცვლება ეს მაჩვენებლები. და აქტუალურია იქიდან გამომდინარე, რომ ნაწილობრივ არის ჩვენი ექიმების მხრიდან დაფარული ინტერპრეტაციის დროს ეს სფერო, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ სეზონურობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, იცვლება სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, როგორც ახსენე ტემპერატურა პირველ რიგში, ის საათები, დღის საათები, რომელიც იცვლება სეზონის მიხედვით, თვითონ მზის ხივის საათის რაოდენობა, სეზონურობა. მესამე ეს არის ალერგიული ფაქტორი, რომელიც სეზონზე არის დამოკიდებული და იცვლება კონცენტრაცია ალერგენების სხვადასხვა სეზონის დროს და რა თქმა უნდა ეს არის სეზონური ვირუსული ინფექციები, რაც ასევე ცვლის ჩვენ იმუნურ ბიოქიმიურ ტესტებს სეზონის მიხედვით. პირველ რიგში ვიტყვი, რომ მექანიზმი ტემპერატურასთან დაკავშირებით არის ის, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად ბმა გვაქვს ჩვენ პლაზმის მოცულობის შემცველობის, ანუ მოცულობის ცვალებადობასთან, რაც იწვევს თავისთავად, რა თქმა უნდა, გარკვეული პარამეტრების ცვლილებას. დავიწყოთ იმით, რომ თირკმლის ფუნქციები. ანუ ახლა თქვენ ასახელებთ ყველაზე მეტად რომელი პარამეტრი რეაგირებს სეზონის ცვლილებას. და პირველ რიგში ის, რომ მაგალითად თირკმლის ფუნქციები, კრეატინინის შარდოვანა, თვითონ ხვედრითი წონა, შარდის ანალიზის, იმიტომ რომ პლაზმის მოცულობა რო იცვლება, ჩვენი კონცენტრაცია იმატებს. თან უხილავი, აი ეს სითხის დანაკარგი, რომელიც თვითონ ვერც პაციენტი ვერ ამჩნევს, ეს იწვევს ამ მოცულობის შემცირებას და იცვლება ჩვენი კონცენტრაცია. იცვლება თვითონ უჯრედული პარამეტრების რაოდენობა, სისხლის საერთო, რომელიც ახსენე, ანუ ტემპერატურის მატებასთან ერთად იწყებს კლებას თვითონ ერითროციტები, ანუ წითელი უჯრედები, თეთრი უჯრედები, ტრომბოციტები, რაც გამოწვეულია აი ამ ტემპერატურის მატებით. იცვლება ჩვენი კვება. ანუ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სეზონურად და კვებასთან ერთად, მაგალითად, ზამთრის პერიოდში ხორცი, ცხიმიანი საკვები, თვითონ შაქრის კონცენტრაცია, რომელიც მოხმარება უფრო მაღალია ვიდრე ზაფხულში. და ზაფხულში ვიღებთ უფრო მეტად ხილს, ბოსტნეულს და ასევე იცვლება ჩვენი პარამეტრები. და ამ კვებასთან ერთად იცვლება ჩვენი ისეთი მაჩვენებელი, როგორიც არის ლიპიდური, ანუ ცხიმოვანი ცვლა. და ასე ვთქვათ, ბმა გვაქვს კარდიოვასკულარული რისკის შეფასების დროს, რომ ცივ პერიოდში უფრო მეტად გვაქვს ეს რისკი, ანუ მომატებული გვაქვს საერთო ქოლესტერინის კონცენტრაცია, დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი, ტრიგლიცერიდები, რაც უფრო ნაკლებია ზაფხულის პერიოდში. დიახ, მე თან ჩაგერთვებით. როდესაც თქვენ კონკრეტული ფუნქციები და პარამეტრები გამოყავით, დაასახელეთ ისეთი ლაბორატორიული ტესტები, რომელიც პრაქტიკულად ყველა ადამიანს რუტინულად უტარდება იმისათვის, რომ მისი საერთო მდგომარეობა შეფასდეს. მაგრამ ამ ჩამონათვალში არის ხოლმე კონკრეტული პარამეტრები, რომლის მიმართაც სტერეოტიპული დამოკიდებულებაც არსებობს. მაგალითად, რაკის ზაფხულის განმავლობაში ვსაუბრობთ სეზონურ ცვლილებებზე ლაბორატორიულ ტესტებში, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ეს არის სისხლის სიბლანტესთან დაკავშირებით. აი, როდესაც თქვენ ასახელებდით ამ ტესტებს, ამ ჩამონათვალში ხვდება სისხლის სიბლანტის მახასიათებლები, ანუ სისხლის შედედებისათვის აუცილებელი ფაქტორები. აუცილებლად იქ ზუსტად იმ მოცულობიდან გამომდინარე თვითონ პლაზმის მოცულობა, ანუ სიბლანტე რო იმატებს ჩვენი შედედების სისტემის პარამეტრები, როგორც არის პროთრომბინის დრო, პროთრომბინის ინდექსი, საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა, ეს იცვლება. იცვლება ჰიპერკოაგულაციისკენ, ანუ შედედების სისტემა უფრო აქტიური ხდება და პარამეტრებიც უფრო მაღალია და რა თქმა უნდა ეს გასათვალისწინებელია ინტერპრეტაციის დროს. მეცაც ვიტყვი, უკვე გადავიდა, ბევრი კვლევები აჩვენებს, რომ თვითონ რეფერენსული მაჩვენებელი, ეგრეთ წოდებული ნორმები, რომელიც მითითებულია ხოლმე შედეგში, ლაბორატორიულ შედეგში, უნდა იყოს ცვალებადი ამ სეზონის მიხედვით, თუნდაც რო ავიღოთ ფარისებრი ჯეკვლის შეფასების დროს, როგორ იცვლება ჩვენი თირიომასტიმულირებული ჰორმონი, ანუ 10-15%-იანი ცვალებადობაა სეზონიდან გამომდინარე და ფიზიოლოგიურად, რაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს, თუნდაც იმ რეფერენსულ მაჩვენებლებში და უკვე
ფასების თვალსაზრისით ექიმსაც რომ გაუადვილდეს, რომ შეადაროს, ანუ როგორ უნდა შეადაროს სეზონის მიხედვით, რა მაჩვენებელს უნდა შევდარდეთ. ამიტომ ეს ისეთი თემებია, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუნდაც იმისთვის, რომ დიაგნოზი დაისვას სწორად და რა თქმა უნდა დოზირება და მკურნალობაც იყოს შესაბამისი. როდესაც თქვენ ახსენეთ შესავალში ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოყავით, როდესაც ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე სეზონის გავლენაზე საუბრობდით. თქვენ ბრძანეთ, რომ მაგალითად დღის ხანგრძლივობა, ნათელი პერიოდის ხანგრძლივობა, მზის სხივების ინტენსივობა შეიძლება აღმოჩნდეს სწორედ ის ფაქტორები, რომელიც შეცვლის კონკრეტული ლაბორატორიული ტესტების პარამეტრებს და ფარისებრი ჯირკვალი და მასთან დაკავშირებული ჰორმონული სტატუსიც ახსენეთ, რომელიც იცვლება ფიზიოლოგიურად. არის თუ არა ჩვენთვის ცნობილი, რომ სეზონურად სხვა ჰორმონული სტატუსით შეიძლება შეიცვალოს და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული ლაბორატორიული შეფასებისას. პირველ რიგში გავნიშნავდი ყველასთვის ცნობილი და საკმაოდ პოპულარული ტესტი ვიტამინი D, რომელიც იცვლება სეზონთან ერთად და რა თქმა უნდა კონცენტრაცია იცვლება და ნორმებიც იცვლება, ანუ რეფერენსული მაჩვენებლიც იცვლება და აქედან გამომდინარე ექიმი ამას ითვალისწინებს. მეორე ეს არის B12, რომელიც საკმაოდ იცვლება, კვებასთან დაკავშირებულია, არა შეიძლება მზის სხივებთან და მაგრამ უფრო მეტად კვებასთან, იმიტომ ნაკლებად ვღებულობთ ხორცს და აქედან გამომდინარე B12 ის კონცენტრაციაც იცვლება. ჰორმონალური სტატუსს რაც შეეხება, პირველ რიგში ფარისებრი ჯირკვლის, რა თქმა უნდა, სხვა ჰორმონებიც დამოკიდებულია. ამ მზის სხივებზე თვითონ დღის საათების რაოდენობაზე, რა თქმა უნდა, ცვალებადია. თვითონ ჰორმონებს გააჩნიათ დღის განმავლობაში ცირკადული რითმი და ამიტომ დილით, საღამოს, ნაშუადღეს ეს კონცენტრაცია ჩვენ რო ავიღოთ რამოდენიმეჯერ ერთ და იგივე პაციენტთან, ცვალებადობა, ფლუქტუაცია საკმაოდ გამოხატულია. როდესაც ჩვენ საუბრობთ სეზონურ ცვლილებებზე, მაყურებელი დარწმუნდა, რომ ყველა პარამეტრთან დაკავშირებით ძირითადად ფართო საზოგადოებისათვის ცნობილ პარამეტრთან დაკავშირებით სეზონმა შეიძლება თავისი კვალი დატოვოს იმ რიცხვებზე, რომელსაც მერე ფურცელზე ამობეჭდილი სახით იღებს ესა თუ ის პაციენტი. მაგრამ არის თუ არა დღეს ჩვენ ასაკზე არ ვსაუბრობთ, არაერთხელ გვისაუბრე ასაკობრივ ჭრილში ლაბორატორიულ მონაცემებზე, მაგრამ ასაკი ცვლის თუ არა სეზონის მიმართ მგრძნობელობას, არის თუ არა ჩვენი ასაკი განსაზღვრელი, რამდენად გრძნობიარე იქნება ჩვენი ლაბორატორიული ტესტები, მაგალითად სეზონური ცვლილებების მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, იმიტომ რომ რა თქმა უნდა სეზონთან ერთად ასაკზეც დამოკიდებულია ჩვენი ლაბორატორიული კვლევები. თუნდაც ის D ვიტამინი, რომელსაც ვლაპარაკობთ, რომ ზაფხულის პერიოდში უფრო მეტია კონცენტრაცია და შესაბამისად რეფერენსული მაჩვენებელიც იკლებს ამ შემთხვევაში. ასაკთან ერთად ამ ვიტამინის D-ს გამომუშავება იკლებს, აქედან გამომდინარე ასაკთან ერთად იცვლება სეზონურად, ანუ ეს ნორმებიც და თვითონ გამომუშავებაც და კონცენტრაციაც ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია და რა თქმა უნდა ლაბორატორიის მხრივ მისათითებელია, ანუ ასაკობრივი ზღვრები და რა თქმა უნდა ექიმმა ეს უნდა გამოიყენოს თავის ინტერპრეტაციაში. და ბოლოს კითხვა, რომელიც შეიძლება მაყურებელს გაუჩნდა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ შესაძლო ცვლილებებზე ასოციაციით სეზონთან, არის ყველაზე ზუსტი რომელიმე სეზონზე გაკეთებული ტესტები და არის თუ არა ამასთან დაკავშირებული რეკომენდაცია თუ მიზანშეწონილია ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისთვის, რომ ყველა სეზონზე ვიცოდეთ რა ხდება ორგანიზმში. თუ მწვავეს დაავადებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, მწვავეს დროს სეზონს არ ვართ სეზონზე დამოკიდებული, ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევებს და მაგ შედეგებზე უკვე დიაგნოზის ისმება მკურნალობა. თუ ქრონიკულ დაავადებაზეა საუბარი, ან პრევენციაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველა სეზონზე ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევადაროთ როგორ არის თვითონ ენერგიის მოხმარება, კვებითი სტატუსმა როგორი მოქმედა, როგორი მოქმედა მზის სხივებმა და რა ხდება მაგ დროს და რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საბოლოოდ მერე ინტერპრეტაციის დროს. ძალიან დიდი მადლობა, ნინიკო, დღევანდელი სტუმრობისთვის, მრავალწლიანი თანამშრომლობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რაც გვაქვს ამ თანამშრომლობის პერიოდში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენს ორგანიზმში უხილავი პროცესები შევაფასოთ, სწორედ იმ ტესტების მეშვეობით, რომელზედაც თქვენ გვიზიარებთ ხოლმე გამოცდილებას და ცოდნას. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო გულათავა. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებით შუქნიშანი გველოდება.
კვებითი შუქნიშანი და სამფერი რეკომენდაციები. ეს თქვენთვის ყველაზე ნაცნობი ელემენტია ჩვენს გადაცემაში, იმიტომ რომ მრავალი წლის მანძილზე ეს არის ჩვენი გადაცემის კონცეფციის საფუძველი და ყოველდღიური გადაცემის აუცილებელი ელემენტი. როდესაც ჩვენ სამფერ შუქნიშანზე ვსაუბრობთ, ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მიუხედავად სამფერი გამოსახულებისა, კვებაში დავინახოთ მრავალფეროვნება. და ამის გათვალისწინებით სწორედ ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე იმ უნივერსალურ შესაძლებლობებზე, რაც არის ჩვენს ირგვლივ გარემოში მიმოფანტული კონკრეტული საკვები პროდუქტების ერთობლიობის სახით. არა რომელიმე ერთი ჯადოსნური პროდუქტის სახით, არა რომელიმე ერთი ჯადოსნური კერძის სახით, არამედ ამ პროდუქტების ერთობლიობის სახით, რადგან სწორედ პროდუქტებში გაფანტული ნივთიერებების ერთობლიობა უზრუნველყოფს ჩვენს ორგანიზმს და არა რომელიმე მხოლოდ ერთადერთი მათგანი. ასეთ შემთხვევაში ვამბობთ ხოლმე, სულ ცოტა 5 ფერის, სულ ცოტა 5 ჯგუფის პროდუქტები და ეს ყველაფერი განთავსებული თეფშზე. თეფშის პრინციპით, სადაც ყოველდღიური რაციონის სულ ცოტა ნახევარი ბოსტნეული და ხილია, ბოსტნეულის უპირატესობით, ხოლო მეორე ნახევარი მარცვლეულ ბურღულეული ცილოვან კომპონენტთან ერთად. ჩვენ საუბრობთ აქვე რძის ნაწარმზე, საგანგებო წყლის მომხმარებაზე, აუცილებლად ვითვალისწინებთ ცხიმების ადეკვატურ შერჩევას, სწორი სასარგებლო ცხიმების არჩევანის გათვალისწინებით და ამავე დროს ვითვალისწინებთ ფიზიკურ აქტივობას, ძილის მოწესრიგებას, სტრესის მართვას, ყველა იმ ფაქტორს, რომელიც კვებასთან ერთად ადამიანის ორგანიზმის წონასწორობას ქმნის. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვჭირდება გავითვალისწინოთ ისეთი ბუნებრივი მოვლენა, რომელსაც ადამიანი საკუთარი რიტმულობით მიყვება. ჩვენ მზის რიტმზე ორიენტირებული არსებები ვართ, ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონის მონაცვლეობა, დღეღამის მონაცვლეობა ჩვენთვის გადამწყვეტია. ჩვენ კონკრეტულ რიტმს ვემორჩილებით და ეს რიტმი განსაზღვრავს კვებასაც. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ სეზონის შესაბამის კვებაზე, ჩვენ ვითვალისწინებთ იმას, რომ სეზონური საკვები ჩნდება ჩვენს ყოველდღიურ რაციონში და სეზონური საკვები ქმნის იმ თეფშს, რომელზედაც მე უკვე მოგახსენეთ. დიახ, ჩვენს მიწა-წყალზე ენდემურად მოყვანილი პროდუქტები, რომელიც სეზონის შესაბამისად გარემოში აღმოჩნდება, შემდეგ ეს პროდუქტები გადმოინაცვლებს ჩვენს სეზონურ კვებაში და ამის გათვალისწინებით იცვლება თუ არა ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობა. რასაკვირველია იცვლება. შეიძლება თუ არა სეზონი აისახოს ლაბორატორიულ ტესტებში, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ შეიძლება თუ არა სეზონური კვება აისახოს ლაბორატორიულ ტესტებზე, აუცილებლად უნდა დაგიდასტუროთ, რომ დიახ. მაგალითად, ზამთრის განმავლობაში დაბალი ტემპერატურის პირობებში ჩვენ გვჭირდება გათბობა. ჩვენი კვება უნებურად უფრო კალორიული ხდება. მას აკლდება C ვიტამინის დიდი რაოდენობით შემცველი ბოსტნეული და ხილი. სეზონური თავისებურებიდან გამომდინარე, სამაგიეროდ იზრდება მაგალითად ცხიმით დატვირთული, ცილებით დატვირთული, განსაკუთრებით ცხოველური პროდუქტებით დატვირთული რაციონი. რა ხდება გაზაფხულზე? გაზაფხულზე გარდამავალ ეტაპზე, როდესაც ზამთარში ჩვეული პროდუქტები ნაკლებად მოიხმარება და ზაფხულისთვის დამახასიათებელი პროდუქტები ჯერ არ არის რაციონში, ჩვენ გვაქვს სწორედ ის განსხვავებული მდგომარეობა, რომელიც აი ამ შუალედურ ფაზას უკავშირდება და დგება ზაფხული. ზაფხული, რომელიც გულისხმობს არაუბრალოდ სიუხვეს და მრავალფეროვნებას საკვები პროდუქტების, არამედ გულისხმობს სიუხვეს და მრავალფეროვნებას კონკრეტული ნივთიერებებისა, რომელიც აღმოჩნდება ჩვენს ორგანიზმში. C ვიტამინი მე შემთხვევით არ ვახსენე, რადგან C ვიტამინის ნაკლებობა ზამთარში მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება პროდუქტებში, თუნდაც ხორცს პროდუქტებში იყოს დიდი რაოდენობით რკინა, B-ჯგუფის ვიტამინები, მაინც დაგვაკლდეს სისხლის ნაკლებობის სახით გამოვლინდეს. მაშინ, როდესაც ზაფხულში C ვიტამინის ადეკვატური შევსება ბოსტნეული და ხილით გვაძლევს საშუალებას პროდუქტებში არსებული რკინა ბოლომდე შევითვისოთ და ასეთ შემთხვევაში ნაკლები რისკი გქონდეს სისხლნაკლებობის. ეს არის ერთი მაგალითი, თუმცა არა ერთადერთი, რადგან საკვები, რომელიც წყალშემცველია, ზაფხულში გაცილებით მეტია ვიდრე ზამთარში. ეს არის სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ხილი, ისევ, რომელიც ასევე ცვლის ჩვენი ლაბორატორიული ტესტების სურათს. ეს არის მაგალითად მრავალფეროვნება პროდუქტებისა, რომელიც გვაძლევს საშუალებას ცხოველური და მცენარეული პროდუქტები
უფრო თამამად შევახამოთ ერთმანეთს და კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც ასევე აისახება ლაბორატორიულ ტესტებში, ეს არის ჩვენი ორგანიზმის მიკრობიომის და მიკრობიოტას მოწესრიგება, რომელსაც უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა პროდუქტების ერთდროული გამოყენება, მაგრამ განსაკუთრებით მცენარეული ბოჭკოს წილის გაზრდა. დიახ, ჩვენს რაციონში იზრდება ამ პროდუქტის წილი, ამ ნივთიერების წილი, თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი ნედლი პროდუქტი ჩნდება ჩვენს ყოველდღიურ რაციონში. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც ერთი მხრივ სეზონს უკავშირდება, ცხადია, ეს ყველა ცვლილება არ არის, მაგრამ აუცილებლად შეცვლის ჩვენს ლაბორატორიულ ტესტებს და ხშირ შემთხვევაში სასიკეთოდ. მე გისურვებთ, რომ სწორედ სეზონური პროდუქტები ჯანმრთელობის, არა უბრალოდ ნაკვებობის, არამედ ჯანმრთელობის და ჩვენი ორგანიზმის მახასიათებლების სასიკეთოდ გამოიყენოთ. ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ ამით გემშვიდობებით. ნახვამდის.